მე გახლავართ მარინა ცივაძე, სკოლა ევრო 2000-ის დამფუძნებელი დირექტორი. სკოლა 1999 წელს დაარსდა. საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც სამთავე საფეხურზე სწავლა მიმდინარეობს, გვყავს 1300-მდე მოსწავლე. 2012 წლიდან ვარ აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის წევრი. პალატამ მომცა თვითდაჯერების უნარი, მომცა ბიზნესის განვითარებაზე ორიენტაციის უნარი. ჩვენთვის არ არის უბრალოდ თანამშრომლობა და უბრალოდ ურთიერთობა. წარმატების გზაზე დამაყენა. ეს ყველაფერი ხდებოდა ეტაპობრივად, ხდებოდა კონფერენციების, ღია დიალოგების, ტრენინგების, შეხვედრების საფუძველზე. ზრუნვა, რომ მუდმივად გადადგათ ამან ნაბიჯები ბიზნესში, განავითაროს შენი ცოდნა, მიიღო უფრო მეტი გამოცდილება და მოусმინო უფრო მნიშვნელოვან ადამიანებს, რომლებსაც უკვე კომპეტენცია აქვს ღრმა ბიზნესთან დაკავშირებით, ეს იყო უდიდესი პატივი პალატის მხრიდან. ჩვენი ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ ჩნდებოდა იდეები, ხო? იდეების შემდეგ ყოველთვის იყო პალატიდან შემოთავაზებული მხარდასაჭერი ნაბიჯები ფინანსების მხრიდან, საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, შრომის კოდექსში, შრომის უფლებებთან მიმართებაში, გენდერულ თანასწორობაზე იქნება ბრენდინგზე, კოუჩინგზე, აი არაერთი ნაბიჯი, რომელიც პალატამ გადადგა ჩვენი ბიზნესმენების მხარდასაჭერად, იყო ძალიან წარმატებული. არ შემიძლია არ ავღნიშნო პალატის მიერ ორგანიზებული ბიზნეს ფორუმები ბოლო წლების განმავლობაში. ვურჩევ ყველა ადამიანს, ვისაც აქვს იდეა, ვისაც აქვს უნარები, ვისაც შესწევს ძალა იმისა, რომ დაიწყოს ბიზნესი, განავითაროს, შეისწავლოს, დასახოს და ბოლოს განავითაროს, აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან. აქ არსებული სერვისები მუდმივად შეუწყობს ხელს მის განვითარებას. აი 20 წელია თითქმის ვარ საგანმანათლებლო ბიზნესში და დღემდე არ შემიწყვეტია კავშირი და თანამშრომლობა სავაჭრო სამრეწველო პალატასთან. რისთვისაც მადლობა მინდა გადაუხადო და გირჩევთ ყველას, რომ გაიმარტივეთ თქვენი ბიზნეს იდეები, გაიმარტივეთ ცხოვრება, ითანამშრომლეთ პალატასთან, დაიწყეთ ბიზნესი, არ შეგეშინდეთ, თქვენთან არის სავაჭრო სამრეწველო პალატა.